24 საათი ხალხის სამსახურში, ყოველდღიური რისკი და დაუღალავი შრომა ადამიანების გადასარჩენად. პროფესიები, რომლის წარმომადგენლებიც საკუთარ თავს ყოველ დღე საფრთხის ქვეშ იგდებენ იმისათვის, რომ ჩვენ დაგვეხმარონ. ისინი კი თავის საქმეს ასრულებენ. ეს მათი პროფესიაა, სახანძრო სამაშველო ბრიგადა. გამოძახებისათვის მეხანძრეები ზუსტად 1 წუთში არიან მზად. ხანძრის ლოკალიზაციას კი საშუალოდ 15 წუთი ჭირდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური პროფესიაა. მეხანძრეებისთვის შიში ბუნებრივია, თუმცა როგორც ამბობენ, ადამიანს ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. მათი პროფესია გმირობის ტოლფასია. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდებათ პატარა ბიჭებს ბავშვობიდან ამ პროფესიის დაუფლება. თუმცა საქმე გაცილებით სერიოზულია, როდესაც ნამდვილი მეხანძრე ან მაშველი ხდები. პირველ რიგში რაც ყველაზე მთავარია საერთოდ მაშველისთვის, ეს არის ადამიანის უსაფრთხოება, გაჭირვებაში მყოფი ადამიანის დახმარება, მას მისი მეტნაკლებად უუნებლად და რაც აქვს დაზიანება თქვათ მიღებული, იმაზე მეტი რო არ დაზიანდეს, ესეთ მდგომარეობაში დახმარება და სტაციონარში გადაყვანა თქვათ. ახლა ის წარსულიდან გავიხსენოთ, იყო ის ოპერის გვერდით დაიწყო საცხოვრებელი სახლი და ამ საცხოვრებელი სახლიდან როდესაც ხდებოდა ადამიანების ევაკუაცია, გამე იყო ხალხი ძილბურანში და ამ დროს ხდებოდა ადამიანების ევაკუაცია მაცხოვრებლების და ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი, ჩვენი მეგობარი, ჩვენი ხელმძღვანელი ახდენდა ადამიანის ერთ-ერთი ადამიანის ევაკუაციას ჩამოდიოდა და ამ დროს მოხდა ეს თქვათ საშენი კოჭების ჩამონგრევა, საყრდენების ჩამონგრევა და იმ მარტო ერთი ნაბიჯით გამოასწრო, რომ ის ზუსტად ამ დროს არ მოყვა იმ ცეცხლში და ამ ნანგრევებში, რა, როდესაც ჩამოინგრა ეს საყრდენები სახლის. წარმოვიდგენთ ესეთ სიტუაცია, რომ მაქვს სახლში ხანძარი. და პირველ რიგში იმის გარდა რომ რეკავ სახანძროში, რა შეიძლება გავაკეთო მე ისეთი, რომ იმ დროის განმავლობაში სანამ სახანძრო მოვარო, მე საკუთარი თავი დავიცვა და ხელი შეუწყო თქვენს მუშაობას. პირველ რიგში გათიშოს დენის და გაზის წყაროები. გადაკეთოს, თუ თვითონ არ შეუძლია ამ ხანძრის ლოკალიზაცია, ლიკვიდაცია. მოძებნე შედარებით უსაფრთხო გზები, რო დაიცვას თავი მოწამისაგან, კვამის ინტენსიფიკაციისაგან და დაგველოდოთ. მაინტერესებს ადამიანს, რომელსაც სურს რომ გახდეს მეხანძრე. რა ეტაპები უნდა გაიაროს და როგორ უნდა გახდეს ნამდვილი მეხანძრე? უნდა გაიაროს ნორმატივები 3 კილომეტრიანი, 100 მეტრიანი და ძელზე აზიდვა. შემდეგ ამ ნორმატივების წარმატებით ჩაბარების შემდეგ ესე გაივლიან თეორიული კურსი, დაახლოებით 1 დღიან კურსი. ამ კურსის გავლის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ გამოცდას და ამის შემდეგ ინიშნებიან ჩვენ სამსახურში. ახლა მე ავდივარ მესამე სართულზე, სადაც სამაშველო ჯგუფი შეიძლება მასწავლოს თუ როგორ დავეშვათ ხანძრის შემთხვევაში თოკით მესამე სართულიდან. წამოდი. GDPD-ის პირველი დაშვება მესამე სართულიდან. ტრაგიკული შემთხვევისაგან არავინაა დაზღვეული, თუმცა თითოეული მათგანი კარგად აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ მათი ამოცანა ადამიანის გადარჩენაა და ამისათვის ხშირად საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებაა საჭირო.